18 ადვოკატირების პროექტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში ევროკავშირის დაფინანსებით. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და თემში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიმართულებით. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ჰექსეპერ საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. პროექტის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად პროექტის შედეგებზე ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. გაიმართა შეხვედრა პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ახორციელებს ჰექსეპერ ჯორჯია, რომლის მიზანი იყო, რომ ადვოკატირების კამპანიები, რაც განხორციელდა პროექტის ფარგლებში, სულ 10 ადვოკატირების კამპანია იყო სამცხე-ჯავახეთში. ამის ანალიზი გაკეთდა, სადაც ჩვენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ რა იყო დაგეგმილი, რა განხორციელდა და შესაბამისად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან როგორი უკავშირი მოყვა, რა გაგრძელდება, რა საკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ კუთხით და რა განხორციელდება სამომავლოდ. ზემოთხსენებული პროექტის ფარგლებში ახალქალაქელმა აქტივისტმა არმენ ირიციანმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ადვოკატირების მეშვეობით ახალქალაქის 13 სოფელში ნაგვის ურნები დადგა და ნარჩენების გატანის პრაქტიკა დაამკვიდრა იქ, სადაც ამ დრომდე საყოფაცხოვრებო ნარჩენები არა ურნაში, არამედ ხევში ხვდებოდა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ახალქალაქის პარკში დადგეს ეკრანი, სადაც შეხვდებით ინფორმაციას მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობების, სპორტული ღონისძიებების შესახებ, ფეხბურთის მატჩებს და ასე შემდეგ. 13 სოფელში, სადაც ურნების ნაკლებობა ჰქონდა მოსახლეობას, პირადად შევაგროვე ხელმოწერები. წარვადგინე მერიაში და საკრებულოში. პროცესი ეტაპობრივად კარგად მიმდინარეობს. ასევე გქონდა მეორე პროექტი, სადაც ქალაქის ცენტრში ვითხოვდით ეკრანის დადგმას, სადაც გავიდოდა ქალაქის ღირსშესანიშნაობების სპორტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და ასე შემდეგ. ამავე პროექტის ფარგლებში 2023 წელს ჩვენმა ტელეკომპანიამ ნინოწმინდის მერიას ქალაქის ცენტრში არსებული დაბინძურებული მდინარის დასუფთავების თხოვნით განცხადებით მივმართეთ. პროექტის ხელმძღვანელის გიორგი თვალიაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში 10 ადვოკატირების კამპანია განხორციელდა, ქვემო ქართლში 8, მათ შორის ერთი კამპანია რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოიცავდა. ჯამში პროექტის ფარგლებში 50,000 ევროს მოცულობის გრანტი გაიცა.